დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ, ვიწყებთ გადაცემას ერთლოვნების დილა თქვენთვის. მე და ელისაბედ აბულაძე ვიქნებით თქვენთან ერთად და შევეძლებთ რომ სასიამოვნო წარიმართოს დილა. ელისაბედ მოგესალმებით. მოგესალმებით მეც, მივესალმებით დიდი სიამოვნებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. გვიხარია რა თქმა უნდა თქვენთან შეხვედრა და ვიდრე დღევანდელი გადაცემის ანონსს გაგაცნობ, ტრადიციულად საეკლესიო კალენდარი ვნახოთ, შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი 60 ეკლესია. 28 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი 60 ეკლესია მოიხსენიებს წმინდა სალომე უჯარმელს და პეროჟავრა სივნიელს, წმინდა დიდებულ მოწამეს არჩილ მეფეს, ღირს პავლე თებელს და იოანე გლახაკს, ღირს მოწამე პანსოფი ალექსანდრიელს, ღირს პროხორეს და გაბრიელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სენებას, განსაკუთრებით ყველა სალომეს, ვინაიდან სალომე ბევრს გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მივულოცოთ ანგელოზის დღე, რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, გადაცემის თემებს. ხადია პირველი სტუმარი იქნება მოძღვარი, რამდენიმე წუთში მობრძანდება ნაზალადოვში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ღმერთი სამშობლო ადამიანი. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პროექტზე წიგნიერი ლიდერი. პროგრამის ფარგლებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები, დეტალებზე უფრო ვრცლად გვესაუბრებიან სტუმრები. კოტე სვანაძე, დავითიანის პრეზიდენტი, ეკა ხოფერია, პროექტის საკლუბო მიმართულების ლიდერი და ანა გიორგობიანი, პროექტის მონაწილე 59 საჯარო სკოლის მოსწავლე. ვინაიდან გუში ნინობა იყო და სარგებლო შემთხვევით და ყველას ულოცავ, ჩვენ ერთგვარად დღესაც ვაგრძელებთ ნინობაზე საუბარს. კერძოდ, გუგიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დაარსებიდან 130 წელი გავიდა ეკლესიას, რომელიც 1895 წელს გაიხსნა. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ესტუმრა და როგორია ტაძრის ისტორია და დღევანდელობა, უფრო მეტ ცხადია შევიწყობთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტით. ახლა კი ამინდის პროგნოზის დროა ჩვენს ეთერში და შემდგომ უკვე როგორც გითხარით, დავბრუნდებით მოძღვართან ერთად დაგველოდეთ.
ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ნაძალადოვში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი დილომშვიდობის მამარიტი დაგულოცეთ მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ხართ მოგესალმებით, ყველას გილოცავთ გამნინინოობას, დღეს წმინდა სალომე პერვაჟარას იუნიერის ხსენებას. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ნინოებს, სალომებს, როგორც ძალიან ბევრი ყავს საქართველოში და მერტფაინებას მათი ლოცვით, მადლით და კურთხით გაგვაძლიეროს, დაგულოცოს, გვაკურთხოს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. დიდი მადლობა, სწორედ ეს არის ჩვენი თემა ერთგვარად, ღმერთი სამშობლო ადამიანის ტრიადა, რომელიც მის მოუწვინესობა მოგვიწოდა და ერთგვარად ეს არის გაგრძელება და შინაარსობრივად, ფაქტობრივად იგივე რაც თავის დროზე წმინდა ელია მართალმა დაგვიტოვა მამული ენა სარწმუნოება. ღმერთი სამშობლო და ადამიანი ფაქტობრივად შეუძლებელია რომელიმეზე თქვა რომ გიყვარდეს და რომელიმე გამოვაკლოამოს და შენ გეწოდოს ქრისტიანიან ქრისტეცნებების გაგრძელება. ცხადია წმინდა ელია მართალის და ჩვენი პატრიარქის მოწოდებას ერტყმობა მისი თავად მაცხოვრის მოწოდებას, ხო? აი ფიქრობთ რომ ეს თემა რო თქვა რომ აქტუალურია, როდის არ იყო აქტუალური, როდის არ იქნება აქტუალური. რა შეგვიძლია ვთქვა, რით შეიძლება დავიწყოთ? დიახ, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად სამართლმადებლო საქრისტიანოს ყველას საერთო აქვს, აი ტრიადაზე ბრძანეთ. ერთო პირველი ტრიადა სულიერი საუნჯე ეს არის წმინდა წერილზე დაყრდნობით პავლე მოციქულის ეპისტოლეზე კორინთელთან მიმართ, სადაც გვაუწყებს მოციქული, რომ უმთავრესი საუნჯე ქრისტიანის ეს არის სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მისი სულის განვითარების, ხოვნებისა და ასე შემდეგ. და სწორედ ჩვენ დროინა გამომდინარე და ესე ინება ღმერთმა უდიდესი წინაპარი რომ ყავდა ილია ჭავჭავაძე მართო მან იმ დროიდან სიტუაცია სირთულეობდა გამომდინარე ქართველებს მეორე ტრიადა ეროვნული საუნჯე დაგვიდგინა ენა მამული სარწმუნოება და ერთგვარად ანდერძად დაგვიტოვა ამ სამზე ზრუნვა. და ამიტომ ამ ხილვას ქართველები გამორჩეული აღმოჩნდით გარდა სულიერი საუნჯისა, რაც ყველასთვის ერთია, ჩვენთვისაც ბუნებრივ ქრისტიანებს გულისხმობ, ასევე მისახედი გვაქვს საპატრონო აღსასრულებელი ილიას ანდერძი ეროვნული საუნჯე გასაფრთხილებელი, რომელსაც ენა მამული სარწმუნოება ჰქვია. და უკვე მის მოუწვინესობამ სულ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ასევე დროის სირთულიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 20 წლის უკან თუ არ ვსწრები ეპისტოლეში პირველად აი ამ ორ ტრიადას თავისი შესაბამისად მესამე ტრიადა შეძინა, რა თქმა უნდა დაფუძნებულია პირველ ორზე. და მან თავიდან გამარტა რატომ ეს სამი ღმერთის სამშობლო და ადამიანი, თორემ მან უკვე 20 წლის წინაც უკვე ყველაფერი ახსნა ძალიან კარგად იდებულად ეპისტოლეში, რომ მოსაოდნელი გლობალური ცვლილებები მსოფლიოში, როცა უკვე თვალსაჩინო ხდებოდა ფასეულობათა გარდა შეცვლა ფასეულობათა დაკრინება და თავდაპირველად თავდაყირა დაყენება მეგვითითა ქართველებს მის მრევლს რომ რომელი ფასეულობა ყველაზე მნიშვნელოვანი არასდროს არ შეიცვლება და არ შეიძლება შეიცვალოს და მას ჩრდილე მიადგეს ეს არის ღმერთის სამშობლო და ადამიანი და ის უკვე ამ დროს წუხდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე შეიცვლება უკვე შეიმჩნევა აი ამ ფასეულობების ერთგვარად მასში დაკრინება რადგან საქმით არ აღასრულებს ამ სულიერი სამი საუნჯის მსახურებასა და პატივისცემას და ამიტომ ჩვენ აი ეს სახელმძღვანელოდ მოგვეცა სწორედ აი ეს უდიდესი შეგვახსენა მის უწმინდესობამ რომ ჩვენ უმთავრესი როგორც ადამიანისა, ქრისტიანისა, ქართველისა ეს არის მისახედი საზრუნავი, სალოცავი საფიცარი ღმერთი სამშობლო და ადამიანი. თქვენ ის ნებართვით სათითაოდ მიმოვიხილოთ პირველ რიგში ღმერთი პირველ ადგილზე ღმერთი. ცხადია ამას არ ჭირდება ღმერთმა შემიდოს არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება, დიდად არც ქართველობა, ეს რეალობაა რომ ადამიანი თუ ადამიანი ყველა ღვთისშვილია, ბუნებრივია ჩვენ გაგვიმართა მადლობა ღმერთს აღარ გვასწავლიან არ დარვინის თეორიას და არც მაიმონისგან წარმომავლობას, ყველა ღვთისგან გაჩენილი გამოჩნდა რასისა, სქესის, ეროვნებისა, გნებავ სარწმუნოებისა და ამიტომ პირველი ადამიანს ვინც უნდა ახსოვდეს, ვისაც უნდა ყვარობდეს, ვისაც უნდა პატივისცემდეს, ეს არის ღმერთი. მისი არარსებობიდან არსებობაში მომყვანი ღმერთი. რა თქმა უნდა ღმერთის პატივისცემა, სიყვარული ეს არ არის მარტო ისე რომ თქვათ მხოლოდ ეს სიტყვით ვამბობდეთ და ვიცოდეთ რომ ღმერთი არსებობს და ამისთვის მადლობა. ამის გამოხატულება საქმეში მხოლოდ შეიძლება სწორედ სულიერი ცხოვრებით და მცემების აღსრულებით. საიდან ვიცით ეს ყველაფერი თვით თავად ღმერთმა რომელიც ჩვენ უნდა გვწამდეს და უნდა გვიყვარდეს და პატივისცემდეს პირველ ადგილზე, მან ბრძანა რომ ეს სამე უყვარს, რომ ეს სამე რწმენე, სიტყვანი ჩემნი აღოს და მცნებანი ჩემნი დაიმარხე. ანუ ღმერთის წმენის აღსრულება, ღმერთის პატივისცემა სიყვარული, აი ამ პირველი ღირებულებისა, უმთავრესი საუნჯისა, სწორედ გადის მცნებების აღსრულების ხაზი. და ეს ვის, ანუ სარწმუნოებულ ცხოვრებას გულისხმობ, ყველაზე კარგად, ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოიხსენება ჩვენ ერთს, რომელიც პირველივე საუკუნიდან უკვე ქრისტეს ნათელს ეზიარა.
როგორც შემდეგ 11 საუკუნის შემდეგ დაახლოებით წმინდა გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს და ეს რეალობა ჭეშმარიტება მადლობა ღმერთს დღესაც იგივე გვეთქმის რომ რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს აღარასა და უარ გვიყოფიეს იგი არც მარჯვ მიდრეკილას ნათესავი ჩვენი არც მარცხნივ ყოველთვის სამეუფო გზით დადიო და დადის და იulis ჩვენიერი ამის დიდი იმედი გვაქვს ანუ მას არ უღალატია ღმერთისთვის და რა თქმა უნდა ეს ღმერთის წმენა როგორ გამოხადოს ადამიანმა ამის ცდელობა ყოველთვის ჰქონდა თუნდაც თავიდან არაქრისტიან ადამიანს წარმართ ადამიანს როცა მისი შინაგანი ბუნება შეუძლებელი არ ეძებდეს შემოქმედს და როცა არ ქონდა ბევრ ერებს ამის ცოდნა რომ ერთი ღმერთი არსებობს ამიტომ დაუწყეს განდიდება გარკვეულ კერპებს ბუნებრივ მოვლენებს საგნებს როგორღაც ღმერთი მასში დაენახათ მასი აღმატებული ძალა და ამ ყველაფრის სისულე ბუნები ეს არის რა თქმა უნდა სწორი ფორმა უკვე ეკლესიაში ვსწავლობთ ჩვენ ღმერთს ამიტომაც დაგვიდგენა უფალმა ეკლესია ეკლესიური ცხოვრება ლოცვა მარხვა აღსარება ზიარება როცა ადამიანი ჭეშმარიტად ღმერთისკენ მიემართება და აქვს საშუალება უამრავი ბერკეტი რესვითის გამოხატოს უნდა მისი თაყვანისცემა ამიტომაც დღეს ეს მომენტი ძალიან დიდი მაინც პრობლემატურია ჩვენ ერში მადლობა უფალს რომ დიდებული შედეგებია სარწმუნოებაში მრევლის ашკარად მატება შენი შემოგვე არაერთი წელიწადია და უკვე ეს მატებასთან ერთად უკვე შეინიშნება მრევლის გარკვეული სულიერი დაწინაურება ხარისხობრივის და რა თქმა უნდა ეს გზა გასაგრძელებელია მაგრამ როგორც მისწვევს ბრძანებს ეს სამწუხაროდ ყველაში არ არის და ამიტომ დროზე უნდა მას მიხედოს შეხსენება რომ ადამიანი ზოგადად მაშინ არის თავის დანიშნულებით სული სიღრმისეულად ადამიანი როცა ეს ღმერთთან ურთიერთობს. ამიტომ ჩვენ გვევალება ქართულს პირველ რიგში რომ დაუბრუნდეთ ღმერთს, ვადიდოთ ღმერთი, შევიყვაროთ ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი საქმის ცხოვრების წესით, რომ აი ეს ფასეულობა დავიცვა და თუ ადამიანი ღმერთთან არის, მას ვერანაირი პოლიტიკური თუ სულიერი პროცესები, თქვენවත් ეს იყოს გლობალური, მას ვერაფერს ვერ დააკლებს. ამას დიდებულად ბრძანებს დავით მეფსალმონებს სალმოში, ჯერ კიდევ რამოდენიმე 1000 წლეულის უკან ქრისტეშობამდე, რომ უფალი ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. უფალი შესავედრებელა ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევწუნდე და მართლა ზუსტად ჩვენიერი გენეტიკურად ქრისტიანიერი იყო ახლოს ღმერთთან, ისტორია ვიცით ყველა მენდაკლებად, მას ვერ აშინებდა ვერანაირი ფორმით მომხდური მტვერი. ვერც მასე რიცხოვნობით მეტი, ვერც კარგი შეიარაღებით, ვერც კარგი გევნებავთ მაშინდელ პოლიტიკურ ასპარეზზე გავლენებითა თუ ძალაუფლებით და ყოველთვის მას არეპუებოდა და ართმობდა ამ უმთავრეს საუნჯეს ღმერთის წმენას. თუნდაც ამის დაცვას დაჭირებოდა სისხლი, ცრემლიოფლი, არც ამაზე უკვე ნიხავდა ქართველიერი და ყოველთვის მართლაც იბრძოდა გლუში ჯვრით და ხელში ხმლით და ჩვენამდე ეს წმენა ხელშეუხებელი ჭეშმარიტ მართლმადიდებლური კანონიკურად გამართებული მოიტანა. დიახ, მამა ირაკლი, თანამედროვე ცხოვრებაში ხო აი ბევრი ვამბობთ რომ ვართ მორწმუნე, ვთქვათ, მრევლი, ეკლესიურად მაცხოვრებელი, მაგრამ აი ყოველი ჩვენგანისთვის არის კი ღმერთი პირველ ადგილზე და რაში გამოიხატება, რაში ვლინდება ის, რომ მორწმუნე ადამიანისთვის, მაგალითად, ვინც არ ამბობს, რომ ათეისტია და ამბობს, რომ მორწმუნეა, ღმერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღმერთი არის სამყაროს ცენტრში და ღმერთი არის პირველ ადგილზე. ეს რაში ვლინდება? თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან მარტივად, აი თან ყოველდღიურ ცხოვრება ახსენეთ, ხარავის ჩვენ არ საყვედურობთ, არც უბრაზდებით, უბრალოდ არც ვამხელთ, სიყვარულით მიუთითებთ, რომ ჩვენ თავზე წავიღოთ, რომ როგორ გავიგოთ ღმერთი არის თუ არა ჩემთვის პირველ ადგილზე. ან საერთოდ არის თუ კი ღმერთი ჩემ ცხოვრებაში როგორ გავიგო, როგორ აღმოვაჩინო, გათენებით, გაღვიძებისთანავე, რატომსა თვალს ახევს ქრისტიანი, ეწინააღმდეგო მეგვითითებენ, რომ მაშინვე რისკენაც მისი ზერა ყურადღება მიმართული იქნება, ის არის მისი ღმერთი, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ შემთხვევით როდია ხა ეს ისწავლება, ასე თან და არავის არ დაყვება წმენა და ეს გარკვეული ფორმა წვერის გამოხატულებისა, ლოცვას გულისხმობ, არ თვალისფერივით, არც თმისფერივით, რო ადგება ქრისტიანა, ამიტომ მოწესრიგდება თუ არა აღავლენს დილის ლოცვებს, ანუ ძილისაგან აღდგომნი, გმადლობს შენ წმინდაო სამებავნო ღმერთს მადლობს, რომ გაუთენდა ერთი დღე და შემდეგ გადავაგვე ყოფითი საქმეებზე, თავის მოვალეობაზე, შემდეგ აღსრულებაზე. პირველ რიგში ღმერთს ეს არც დიდ რწმენაზე მეტყველებს, არც მაინც მაგარ ქრისტიანობას ეს არის უბრალოდ რეალობა. არც ზღვაში ეს ალბათო ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება თუნდაც ნაკლებ მორწმუნე რომ გამითენდა, რომ გათენდა ვის მადლობაც მე რო ვთქვა ახლა რომ ჩემი დამსახურება ანუ მაინც არა მაინც თენდება ეს არასწორი ქემდო რომ ზოგს არ უთენდება სამწუხაროდ ზოგს არ უღამდება და ანუ მე რო გამითენდა ვის ამიტომ რომ მე ძალიან ძლიერი ვარ და ჯანმრთელი ამიტომ და ჩვენზე ჯანმრთელებიც გარდაიცვლებიან ხო მადლობა ვიცხოთ ღმერთს რომ მე გამითენდა და მისგან მისთა მადლიერთ ვიწყდა ამიტომ წლევამი ადამიანი დილის ლოცვები მნიშვნელოვანია დილისაგან აღდგომისთანავე რომ როგორც არის რომ სცენარისთვის არის მზისხივი რომ გასოცხდეს გაიშალოს და სიცოცხლის მონარი შეეტყოს ასე არის ჩვენი სულისთვის რომ ღმერთისკენ მიმართოს თავისი პირველივე მზერა
რომელიც შემდეგ მას მათს ანიჭებს, აკურთხებს, განწმენს და შემდეგ ელიტის განმავლობაში იცავს. აი მარტივი მეტი რო აღარ გადარაფერზე, ვინც დილიდანვე თვალებს გახელდა ღმერთს ახსენეს, ასეთი წესიც არის მართლმადიდებლურ ცხოვრებაში, რომ მაშინვე სანამ სარეცელიდანვე ადგები რომ გადაისახო პირჯვარი, ღმერთს მიანდო შენი ყოველი დილა საღამოთო რომ ჩვენ რატომ არის განა ეს მე არ გაიგოს ცოტა არ არის მორწმუნე რომ ეს განა მონური მორჩილება ვიღაცამას ბძანებს ყველა ადამიანი ჩაოფიქრდება და მიხვდება რომ იესო ქრისტეს ნათქვამი სიტყვები რომ თვინიერ ჩემს არაი ძალგი წყობათ არც ერთი ეს რეალობა ჩვენ ღმერთსგან არაფერი შეგვიძლია როგორც გათენება თითოეული ჩვენი ამოსუნთქვა გულისცემა დარტყმას ღვთისნება და ღვთისწყალობა და როცა იქნება ყველას მოგვიწევს გარდაცვალება ღმერთი აღარ ინებებს ამას და ვინმე გაგიგია თუ თავისით სუნთქვა აიმუშავებინოს ან გულისცემა გარდაცვალება და მორჩა ამიტომ ღმერთზე მინდობით ქრისტიანი რეალურად სწავლობს ცხოვრებას და ის დალოცული კურთხეული იქნება თელი ცხოვრება საფეხურებად რომ მივყვეთ მეორე საფეხური არის სამშობლო და სამწუხაროდ მოგვისმენია ესეთი აი ძალიან ესეთ გულსატკენი ამბავი ხომ ერთხელ დავებადე ისიც საქართველოში ერთხელ დავებადე ამ დროში ეს ძალიან მტკივნეა აი სამშობლო და მისი უწმინდესობა თავის ტრიადაში როგორ თქვით რომ პირველ და მეორე ას აგძელებს ხო ამ შინაარსობრივად ღმერთის შემდგომ აყენებს სამშობლოს. აი ვისაუბროთ ამ საფეხურზე და ძალიან მნიშვნელოვან ფენომენზე რაც არის სამშობლო და როგორიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ და მადლიერება და არამოდურება რომ ერთხელ დავებადე და აქ დავებადე მადლობა ღმერთს რომ აქ დავებადეთ. დიახ რა თქმა უნდა თუმცა ყველა ქვეყანას პატივისცემა და მונה ესე გულარი გულისხმობს რომ ჩვენს ყველაზე კარგები ვართ. ნახეთ ასეთი ადამიანი აი ძალიან გულსატკენია აი არ გავომიდეს მაგრამ პირადი ნებისმიერ შეურაცხყოფა ხანდახან მირჩევნია ხოლმე რომ აი უფრო ადვილად მისაღებია შეიძლება აპატიო გაუგო ადამიანს ვიდრე ისე აი და ყველა ქართველი ესე დაწვა მარტო ჩემ დავძახ აი ისეთ გულს მოხდება ხოლმე რომ რეალურად ესეთი ადამიანი ვინც ამას ამბობს აღიარებს რას ისიც რეალობას რომ დავფიქრეთ რომ შემთხვევით არ გაჩნდა ამ ქვეყანაში როგორც ის ბრძანებს იმიტომ რომ ადამიანი შემთხვევით არ მოდის ამ ქვეყანას ძარც მისი სქესია შემთხვევით არც პერიოდი რადოს ჩდება და ბუნებრივია მას რომ ქვეყანაში ღმერთი გააჩენს აი სად გააჩენს და ვის რომ წიაღში გაჩნდა ვის მიაბარებს ხო რომელ მიწიდანაც იშვება და შემდეგ იმიწაში განისვენებს შემთხვევითობა არ შეიძლება იყოს და ძალიან სამწუხაროა რომ აი ამდენი ხრის განმავლობაში მან ვერ დაინახა თუ რამხელა წყალობა მოიღო ღმერთმა განსაკუთრებული მასზე მართლაც საქართველოში გააჩინა ამას არ ვიძახი ახლა არ ვიცი სარეგონოს რაღაცა ზედმეტი ან პატრიოტიზმით ან შოვინიზმით თუმცა ესეც რო ეგონოს ადამიანებს არც ის იქნება პრობლემა რომ დღეს ისე გაუკუღმართა ეს ცნებები დღეს ფასეულობები ერთგვარად ძალიან ხეშესახები გახდა პატრიოტიზმი არასწორი გამოხატულები და აღრევა მოხდა ამ ჭეშმარიტებისას იცრუესთან როდის ჯერ კიდევ ნოდარ დუმბაძე როდის ამას დიდებულად ამბობდა რომ არ შეიძლება თქვა სამშობლო მარტო სუფრაზე ნაბახუსევზე გაგახსენდეს და მარტო გულზე მჯიღისცემით გამოიხატებოდეს ხო ეს პრობლემა დღეს რაც არის აღრევა განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს ახალგაზრდებში მე ვფიქრობ ამას თავისი მიზეზი აქვს პირველ რიგში რა მიზეზი ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში ჩვენზე უფროსთაობა დამეთანხმება რომ აი ათეისტურ პერიოდში საშინელ პერიოდში ისწავლებოდა ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან გვახსოვს ჩვენს როგორ ლექსები ბაღში პრიმიტიული ბავშვები რაზე ასწავლენ ლექსებს სამშობლოს იქიდან მოყოლების შემდეგ სკოლაში და აი ეს ნენელას დიდ პიროვნებაში სამშობლოს სიყვარულს მასზე ზრუნვის და მასზე ფიქრის ძალიან დიდ ძალას და გზომას ეს ყველაფერი სამწუხაროდ დაკარგულია დღეს ხოლმე საუბარი არის ბაღის ასაკიდანვე უფლებებზე და ეს ძალიან დიდი დანაშაულია რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ბაღის ბავშვსაც კი არა მუცებში ყოფჩვესაც თავისუფლება აქვს რა თქმა უნდა მაგრამ ერთად არის ნახეთ უფლება მოვალეობები მოვალეობა ეს ერთად ნახეთ ტირეთი წერება უფლება მოვალეობა ერთი სიტყვა და ვინც ამას აკეთებს ნებსით თუნდაც გამიზრუნლად თუ შემთხვევით დააშავებს გნებავთ მარტო უფლება მოვაშორო და მარტო მოვალეობები ეს ადამიანს დაჩაგრავს ერთგვარად და დამონებულ სულიც დის ხო და არც რა თქმა უნდა მოვაშორო მოვალეობები და უფლება ორივე ერთფაშად უნდა მიცემ უნდა როცა მოზარდს ბავშვს ხონდათ მის უფლებებზე ვესაუბრეთ ვიღებთ საკმაოდ ძალიან დიდ შედეგს რომელიც ხდება შემდეგ მისი აპარტანულ უფლებებისა და მოთხოვნებების ტყვე და რომელსაც უკვე არასდროს ესმის თავისუფლება, რომელიც ხონდახოდ ყველას უფლებას ნიშნავს მისთვის. და ეს შედეგები ძალიან სავალალოა უკვე ეს დასულ ასაკში და სამწუხაროდ დაიკარგა ეს სამშობლოზე ზრუნა. არა და ჯერ კიდევ ჩვილობიდან ეს შემორჩენილია, რომ დედაო როცა აკვანს ურწევდაო ჩვილსო, უმღეროდაო, რომ ჯერ ღვთისახას სამშობლოში და მე ხარ ჩემიო. ეს არ იყო მარტო ლეგენდარული
ეპოსის რაღაც მახსოვრობის ესეთი შემთხვევები. ეს იყო ჩვენი თელი ცხოვრება, ჩვენი ერისა. იმიტომ რომ როცა სამშობლოს დაჭირდა ღმერთს, ადროსაც დიდა დედაშვილს, მზად იყო რომ და შვილს ესაზიდა რომ მას თავიც კი უნდა გაეწირა. მაგრამ უნდა ყვარებოდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი და გაზაფხულს გავაკეთებს, რომ ეს სამი ესეთი ტრიადა, რომლის სიყვარული, დიდი ზალი შეყვარება ადამიანს თავდადებისგან უბიძგებს და ამისთვის თუნდაც სიკვდილის სიცოცხლის მივცემი ადამიანი, წმინდანის კი შეიძლება გახდეს არა მარტო ცხონდეს. აი ხელა უდიდესი ფასეულობა, აი ადამიანის ცხონების სიწმინდის მომდანი ფასეულობა და თავად სიწმინდეებია ჩვენი ერისთვის ეს სამივე. და სამშობლოს აქმა დღეს ძალიან დარღვეულია და სამწუხაროდ აი აღარ არის რო დავაკვირდე ჩვენ პირად საუბრებში ნათესავად მეგობრებო აღარ საუბრობს სამშობლოზე. ნუ პოლიტიკა არ არის მარტო სამშობლოზე ლაპარაკი. არა და ასეთი წესი იყო ადრე მეც კი მოვესწარი რომ უფრო ხნიერი ხალხი აი სოფელში მახსოვს რომ წამოდი ერთი თითოჭიქა დავლე და სამშობლოზე ვილაპარაკოთო. აი მის წარსულზე მის სვებაზე და ჩვენ ისეთი ერიშა როგორ უნდა იყოს სწორი დამოკიდებულება აი სამშობლოზე. ამისთვის უდიდესი მაგალითები ჩვენი დიდი წინაპრები არიან. არც თუ ისე შორეული. გადავხედოთ აი გასულ საუკუნეს რომ ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ შემთხვევით არა თუ როგორი უნდა სამშობლოს სიყვარული თუნდაც საზოგადოებრივ მიღებული განათლებით და მისი მსახურებისთვის წასული ილია ჭავჭავაძეს ამას ყველანი ვნახოთ მარტო ილია როც რო გავეცნოთ ის როგორ მარტო ამას ამბობს და ცხოვრებით გვიმტკიცებს რომ როგორ მისწვევი ერის წყლული მაჩდეს წყლათო მეწოდეს მის ტანჯვით გული მარა და ყველა საქართველოს მე ვარ შენთანა ეს მისი და როცა ადამიანს ეს გულის ეს სიყვარული აქვს სამშობლოში გულში საქმე დაუცად ღმერთი გამოხატინებს ვინ რა სფეროში იზავს მაინდამაინც ყველა ილია ვერ გახდება და სამშობლოს მიმართ აი შეიძლება ვერ გიყვარდეს ეხლა მიზეზე ბევრია ვერ მოგცეს ეს განათლება რაღაც ოჯახის ხელი ვერ შეგიწყო როგორ შევა ამის გამოსწორება ყველასთვის ხეში საღები და შევასავით მივცე რომ სიყვარულის წყაროა ღმერთი როცა სიყვარულის წყარო ჩვენ ობიექტზე ვესაუბრებით ის შეგაყვაროს იმ ობიექტს ამ შემთხვევაში სამშობლოა ეს ყველაზე დიდებული ამიტომაც ბრძანებს ნოდარ დუმბაძე რომ აი სამშობლოს მიმართ ყველაზე მეტად რა ვაზი ექიმა ვაზია სამშობლო ვაზი ქათოლიცის ისეთ რა ხელმისაწვდომის არის და ეს მის ეპიტაფიაზე წერია რომ თუ მაღლარია ვაზიო მაშინ ხელაყრუებმა უნდა მოკრიფო თუ დაბლარია დაჩოქილმა ორივე საოცრად გავს ლოცვას და ლოცვა ისეც არაფერს არ უხდება ისე როგორც სამშობლოს იგივე გაგიწერეთ ეს სამშობლოს როგორ წარმოგიდგენს ჩემი ხატია სამშობლოს სახატე მთელი ქვეყანა ეს ფილმშიც გვაქვს ანუ ქართულ სამშობლო როგორც ხატებით აი ესე უნდა უყალ მის წინაშე უნდა მისთვის უნდა ლოცვობდეს როგორც უფალი სამშობლო ერისტავა დიახ ახლა უნდა მეთქვა დავასწარით რომ ეს ყველაფერს თამის რეზუმე რა ფერისტამა გამოთქვა ქართველის მაქსიმალიზმის სიყვარულისა რომ როგორც ღმერთი უფალი სამშობლო ერთ ქვეყანაზე და ეს ყველაფერი ჩვენთვის როგორც ახსენე ილია ჭავჭავაძის იგულისხმება და ეს ანდერძად მოცემულია ჩვენ ასე უნდა გვიყვარდეს, ასე უნდა ზრუნავდეს, რომც მიყვარს, როგორ გავიგო მიყვარს თუ მიყვარს, აუცილებლად მასზე ზრუნავ, მასზე დარდობ, გაწუხებს, უფრთხილებ თითოეულ კენჭსაც კი, თითოეულ ბუჩქს და შენთვის სხვანაირად ძვირფასია. ტყუილად როდია რომ სამშობლოს ქართველმა კაცმა ყველაზე ძვირფასი დედა წაუმძღავრა წინ დედა სამშობლო. და დედა კიდე ვიცით ქართლის წმინდანია როგორც ადამიანო დედაშვილად არამედ დედა ღვთისმშობლის ხატებამ დაძე დედაშვილ წილხვედრი მიწა რატო უყარს მაინდამაინც ეს მიწა რა თქმა უნდა განსაკუთრებულად რა თქმა უნდა სხვა საქართველოს არსად არ არის სადაშგერ არსად არ არის ვისაც უნდა ეძებოს იმიტომ რომ ეს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა აღვთ ეს მიწა ჩვენ არ დაგვიმსახურებია ეს მიწა ჩვენ არ მოგვიპოვებია ეს დედაშვილ თვითონ გვაყურთხა მოგმადლა საპატრონოდ მისახედათ რომ ამ მიწას უნდა გაუფრთხილდეთ ჯერ მარტო პირველ რიგში დავიცვათ ნებისმიერი ამ მიწის ხელყოფის სურვილისაგან და ასეთი ბევრი ყავდა ისტორიაში ამით აიხსნება რომ ქართველი კაცი მტკაველი მიწის გამო თავებს წირავდა ოჯახს ანაცვალებდა და ამ მტკავილს არავის არ უთმობდა იყო პერიოდი რომ განაწერებდნენ კიდევაც ხალხსაც გვადებდნენ გვიმორჩილებდნენ მაგრამ არასოდეს ქართველი კაცი არ ეგუებოდა აი ამ მიწის დაკარგვას არასოდეს მეტი არ მოსდომებია იცით იყო პერიოდი ცოტა ხანი ჩვენს ქონდა ძალაუფლება რომ შეგვეძლო რაღაცით გაგვეზარდა ჩვენი საზღვრები არც კი უფიქრია ქართო იცოდა ქართველმა საიდან სადამდეა მისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის საპატრონებელი მიწა და სამწუხაროდ აი საქმეები იკარგება რო ვაკვირდები და ეს მაინც სამხედრო კუთხეს არ გულისხმობ ყველა შეუძლია როგორც პატრიარქმა ისე მიგვითითა შენ გულში შენ გარშემო დაიცავე შენი წილი საქართველო ეს არის შენი ბასიანი და ეს არის შენი დიდგორ რა ძალიან რთულია დღეს მაგრამ არა შეუძლებელი ღმერთი სამშობლო და ადამიანი რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს
ღირებულებას და ზოგადად გვირგვინს ვიცით სამყაროს. რა თქმა უნდა და ვიცით რომ ქრისტიანობა ეფუძნება მოყვასის უფლისა და მოყვასის სიყვარულს. ნუ მოყვაში იგულისხმება ადამიანი და აქ ალბათ შეიძლება სამშობლოც ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ თუ მოყვასი არ გიყვარს თქვათ ხომ, ისე სხვა ადამიანების სამშობლო და უფალიც ვერ გეყვარება. და როდესაც ჩვენ ვთქვათ, აი ყოველდღიურად შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებთ, რაღაც აგრესიას გამოვხატავთ, არ ვინდობთ ადამიანს, ანუ ჩვენს მეგობარს შეიძლება ახლობელს. როგორ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ გვიყვარს ადამიანი, გვიყვარს სამშობლო და გვიყვარს უფალი, ანუ როგორ ვართ პატრიოტები მაშინ? ფიზიკური გადასაღებად ბრძანებს. ფიზიკურად დიახ, რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე ეს წინა წერილი ცით რა არის სასწაულია სარკია სულის, ახლა გავენდეს გვიბრაზდება, გვამცირებს სიყვარული მხილებაა, რომ მე ბატონო კახანდიდებულად გაიხსენო და ერთ მუხშია ჩატეული რომ როგორ შეგიძლია შენ ღმერთის სიყვარული თუ მოყვასი რომელსაც ხედავ და არ გიყვარს და მას იგი გძულს ანუ აღმასრულებელი ჯულისა სიყვარული არის და ეს მოყვასი სიყვარული გადის ღმერთის სიყვარულის ხაზზე რატომ თუ ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა და როგორც აი ცოტა შორიდან მოვლით თქვენ ისე მართვით რომ ეს სტრიადა ღმერთის სამშობლო ადამიანი სიწმინდეებია თავის გაგებთ რომ აუცილებლად ჭეშმარიტ საინბასთან არის ნაზიარი მარტო ტრიადი და რაოდენობით არა რატომ რომ იგივე ღმერთთან სიახლოვის გამო ჩვენ ერთს უყვარდა განსაკუთრებულად ადამიანიც. მის უწესრიგ ბრძანებს ესეც რეალობაა, რომ ყველა ერი ღმერთმა დააჯილდოა რაღაცა გარკვეული თვისები და საქართველოს ქართული დაჯილდოებულია სიყვარულის უნარით. ეს ნამდვილად ესია, ასე იყო ყოველ შემთხვევაში. ამით აიხსნება, რომ ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ყველგან არის, ოჯახური ურთიერთობები დღესაც არის, ნუ რა თქმა უნდა, ოჯახური ურთიერთობები, ნათესაური კავშირები, დედამიშვილობა, მეზობლობა, მეგობრობა, იმ სახით, როგორც საქართველოში იყო და არის, არც ერთ ტრადიციაში არ არის ერისა თუ ქვეყნისა. იმიტომ რომ ქართულ ადამიანს კარგად ესმოდა რამხელა ვალდებულება აქვს მას მოყვას სიყვარულის. მარტო ის კი რომ თავისი სისხლი და ხორცია და დედმამის შვილია, უყვარს უფრო მეტად, უყვარს როგორც აი ღვთის ხატი, უყვარს როგორც თაკუთარი მართლა სისხლი და ხორცი. ეს იმიტომ რომ ის ქრისტიანია. და ამიტომაც ასეთი განუზომელ სიმაღლეზე მდგარი ურთიერთობები იყო, რომელსაც განაპირობა ჩვენი ფიზიკური გადარჩენაც კი, რასაც დღესაც სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, რის გამო შეექმნა. როგორც ასევე წინა წერილში ვნახავთ პასუხს გამრავლებითა უჟულოებისა და განხმება სიყვარული მრავალთა და ეს იქნება ყველა ჯვარი წერია როცა იქნება ერთმა გვაშოროს დიდი ხანი მოგცეს წინანულისთვის ეს იქნება წინაპირობა ქრისტეს მეორედ მოსვლის ანუ ამ სამყაროს საერთოდ განადგურებისა ხო და ქართველი ერი ამას ცხოვრებაში ისე გამოხატა ვიცით ახლა ჩვენ მტრის სიყვარულის უამრავი მაგალითები მაგრამ აი თავის ყოფა ცხოვრებაში არის სიტყვები რომელიც არ ითარგმნება ხშირად მithქვავს აი თქვენი თერითაროსო მაგრამ გენაცვალე ეს ქართულმა კაცმა შენი ჭირიმე შენი კუნესამე იმხელა უყარდა მოყვასი და საქმე დაღასტო მის გამო მზად იყო რომ ენაცვლოს ჭირში მისი შენი ჭირიმე მეტი როგორ უნდა თქვას ახლა და ამის მზად იყო გაიკეთებინა იგივე როგორ დარდობდა აი წერინდება ახლა წერა ადრეც მოდიოდა ახლა შე მოგვიდე ჩვენც მოგდის ხო ნებსი თუნებლიეთ მაგრამ საოცარია ქართული სიტყვერება სულიერი და წამოსულია რომ მაგალითად აი შემინდე რომ მაპატი ამას თავის ახსნა ბოდიში არ არის ქართული სიტყვა პირიქით ძალიან შეუსაბამოა ქართული მენტალობის შემინდე რაც ისოს რომ დარდობს აწყენა მოყვას შენში ნდობა აღმიდგინე შენ გულში მაპატი ანუ შენ გულში პატივში აღმადგინო ისე უყვარს მოყვასი სულ მასზე ფიქრობს და დღემდე ესე იყო და ამიტომ ამასაც დიდი ზიანი და გაუჩრილი მიადგა და აუცილებლად უნდა შევიყვაროთ მოყვასი და თუ რა საზომი თუ არა მithქვას რომ მე ეგ საქმე მოგვარებული მაქვს ან იქემა და ეს საკმარისია მე რა ვქნა როგორ გავიგო ღმერთმა პირდა მიგვითა იესო ქრისტე ბრძნულად სიყვარულით მარტივად უნდა შეიყვარო მოყვასი ისე როგორც თავი შენი თუ ქრისტიანი ხარ ასე უნდა გიყვარო შენ თავს როგორც უსურებ ის უნდა უსურო მოყვას ისე მოგინდოდეს და უნდა მოექცე მოყვას როცა ჩვენ შეცდომი მოგდის ხო გვინდა რომ ხან უპირობოდ გვაპატიონ ხან არ შეიმჩნიონ გაგვიგონ იმიტომ რომ ამისთვის გვაქვს უამრავი მიზეზი ასევე უნდა ვაპატიოთ ადვილად მოყვას ადვილად თუ გვინდა რომ ჩვენ გვინდა რომ ის სიყვარული შევინარჩუნოთ და ვეცადოთ რომ მათთვის ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები მაგალითები. დიახ, თქვენ სწორად ვზანეთ, რომ რაღაცა ფასილობებს აღრევა მოხდა, აი დღეს შეიძლება ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა, მაგრამ არ უყვარს თავის თანამოქალაქე. და ეს ქვეყანა ხო არ არის მთები ულამაზესი რაც გვაქვს. არის მაგრამ მარტო ეს. ხო, მაგრამ ამას გულისხმობ, თუ ხალხი, თუ ადამიანები არის, ზოგადად ადამიანები გვირგვინი სამყაროს, ხო და ვიცით რომ ეხა მთელი სამყარო აღებული ერთ ადამიანს არ უდრის და როგორ შეიძლება ჩვენ ვიძახოთ ან გვეგონოს რომ ჩვენ საქმით რაღაცით ვამტკიცებთ რომ მე სამშობლო მიყვარს, სამშობლო წინსვლა მინდა, მაგრამ შენი მოქალაქე, შენი ნათესავი, რომელიც შეიძლება სხვაზე არ გიყურთ, ათხარ გალანძღო, ჩაქოლო, ესროლო, მოკლა, არ ვიცი და ეს იმ ფონზე რომ შენ გინდოდეს ქვეყანა უკეთესად იყოს. აი
აღრეულია ძალიან ბევრი. დიახ, ძალიან თვალსაჩინო, ძალიან ხშირია, რაც ყველაზე ცუდია ეს ყველაფერი და აი სწორედ მაგას გულისხმობდით, რომ შეუძლებელია, რომ მოყვას იქ იყვარდეს და მას ეს ექცეოდე, ну ეს არ ჩანს, საქმეში უნდა გამოჩნდეს რა აუცილებლად და ყველაზე აი მახსენდება ხდა აქტუალურია, ყველაზე კარგად ალბათ რას გვჭირდება ჩვენ რჩევისათვის. ნეტა ღმერთო მაგას მოვესწროთ, რომ ფიქრობდეს, რომ ყველას პატრიოტია და უნდადეს, მაგრამ მახსენდება ეს აქტუალურია, ამერიკის პრეზიდენტი იყო ჯორჯ კენედი ცნობილი და მისი პირველი სიტყვა ინაუგურაციაზე იყო მართლაც საერთოდ ფურორი მოახდინა მისი ამ სიტყვებით, რომ ბრძანა ვაქამდეო და ყველა ამერიკელიო ფიქრობსო, მე ვიცი თქვენი ეხლა მოლოდინიცო, რომ რას გაუკეთებსო ჯორჯ კენედი როცა პრეზიდენტი გახდაო, რა ქვეყანას როგორ წაწევს პოლიტიკო-ეკონომიკურად, მაგრამ მე მინდა გითხრათო თქვენცო და საკუთარ თავს იმაზე ვიქნებ, მე რას გაუკეთებ ამერიკას. აი ეს არის ცნობილი და ჩვენს გვეხება უნდა სწორად გავიგოთ, ამერიკასაც გაუკეთებთ კი არა, ჯერ საქართველოსაც გაუკეთებთ. ეს ფიქრი თუ არ დავიწყეთ, თუ დაიწყებთ ამ ფიქრს, რაც მე დათიფიქრებ და ყველაზე კარგი თუ არაფერი შეგიძლია შეიძლება რაღაც არც ერთ სფეროში ლოცვა ხო შეგიძლია შენ სამშობლოს ლოცვას რო შეძენ მის მომავლის ეს ცოტას როდი ნიშნავს და ღმერთმა მოგმადოს ყველა ქართველს ფიქრი დარდი მწუხარება ჩვენ ქვეყნის მომავლისა რადგან ის ჩვენ ერთადერთი გაუნებელი დედა სამშობლოა. დიდი მადლობა მამა ირაკლი, შევახსენებთ მსმენელს, გვესაუბრებთ ნაძალადოში მდებარე ვერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი. ლოცვის დროა ახლა ჩვენს ეთერში მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა 9 საათზე და დაუბრუნდებით უკვე სხვა სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ. Ideba malachashina merca, kveqanas azedachidoma, dazajoisatnoemo, gigalopche. ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებანი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო
ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და ვაგრძელებთ გადაცემას. ახლა ვისაუბრებთ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის პროექტზე წიგნიერი ლიდერი. პროგრამის ფარგლებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები, დეტალებზე უფრო ვრცლად გვესაუბრებია სტუმრები კოტე სვანაძე, დავითიანის პრეზიდენტი, ეკატერინე ხოფერია, პროექტის საკლუბო მიმართულების ლიდერი და ანი გიორგოვიანი, პროექტის მონაწილე 59 საჯარო სკოლის მოსწავლე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, გვიხარია თქვენთან შეხვედრა. კოტე, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ პროექტის შესახებ. კიდევ ერთხელ, ვიდრე გამარჯვებულებზე ვისაუბრებთ და სიახლეებზე, რომ გავიმარტოთ მაყურებელს, რას გულისხმობს ეს პროექტი, რა არის მისი მიზანი და მთავარი იდეა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, ეთერის დათმობისათვის. დავითიანი უწყებია ახალგაზრდებთან მუშაობს, მათი ეროვნული სულიერი ფასეულობის გამტკიცების კუთხით, ჩანს არის სამოქალაქო უნარების გამომუშავება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის ფონზე ახალგაზრდებში და ეს სწორად აი ამ მიმართულებით დავითიანს აქვს აპრობირებული მეთოდები, რომელიც სკოლებში ხორციელდება. დაახლოებით 25 სკოლაა ჩართული ყოველწლიურად ჩვენს პროექტში და 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს მთელი ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებში. შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შაშემწინ დავაპილოტეთ სტუდენტების ჩართვა, რომლებსაც თანატოლ განმანათლებლების ეგიდით ექნებოდათ საშუალება, რომ ახალგაზრდებთან ემუშაოთ. ანუ სტუდენტების ჩართულობის ეს პირველი შემთხვევა იყო? ჩვენ დავნერგეთ ესეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვითანამშრომლეთ სასულიერო აკადემიასთან და სწორედ აი ეკატერინეს სახით წარმოდგენილი არის უკვე დავითიანის სპეციალისტი, ლიდერი, თანატოლ განმანათლებელი ახალგაზრდული მუშაკი, ესე ბევრი სტატუსი შეიძლება მივცეთ ამ პოზიციას, რომელმაც გაიარა ეკასთან ერთად დაახლოებით 10 სტუდენტმა გაიარა გადამზადების კურსი დავითიანში და უკვე არა მარტო საკლუბო მიმართულებით მუშაობენ ახალგაზრდებთან, არამედ თავისი ძირითადი სასულიერო აკადემიის
შიშეძენილი ცოდნით, რაც ღვთისმეტყველებას მოიცავს, ასევე პედაგოგიკურ სწავლებასაც უზრუნველყოფენ. ამ პროექტმა ფაქტობრივად გაამართლა, იმიტომ რომ შედეგი სახეზე გვაქვს და ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულები არიან როგორც სასწავლო პროგრესში, ისე სტუდენტები, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ, ესე ჰარმონიულად მუშაობენ დავითიანში და შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც გაიმართა 2024 წლის დახურვის ღონისძიება, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კურსის და კერძოდ ძველი აღთმის სასწავლო კურსის დახურვა. სამოტივაციო ჩვენ სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის გვაქვს მცირე წამახალისებელი, ესე ვთქვათ, პრიზები და ესეთი საგზური ანა ექსკურსიების სახით მოიპოვა, კი და აი უკვე ბრძანდებოდა ბაკურიანში, გაატარეს კარგი დღეები და წინ კიდე დიდი გამარჯვებების ასპარეზი ელით და ახალი ასპარეზი გულისხმობს დაუკლაჯეთი საგზურის მოგებას და არა მარტო საგზურები, არამედ თვითონ ახალგაზრდების დამეგობრებაზე და ამ ყველაფერზე ალბათ თვითონ ანას ისაუბრებს, ეკაც ისაუბრებს კი ამაზე. კოტენ გარკვეულწილად თქვა და უკვე გამარჯვებაზე ისაუბრა. ცხადია, კარგია, როცა რაღაც კონკურსში ვარ და გამარჯვებას ვახცევთ, ბუნებრივია. მაგრამ ვიდრე გამარჯვებამდე რა იყო თქვენთვის საინტერესო, რისი მომცემი იყო ეს პროექტი და რა სიძლევა? დიახ, ამ პროექტმა ძალიან ბევრი რაღაცა მომცა. პირველ რიგში მომცა უამრავი მეგობარი, ასევე მასწავლა კომუნიკაციის უნარი, როგორ გავაკეთოთ პრეზენტაციები, რელიგია ვისწავლე და ვისწავლე სიღრმისეულად როგორ ჩავიდე და როგორ გავეცნო რელიგიას და ამან მასწავლა ადაპტაცია გარემოსთან და ეს იყო ძალიან მაგარი პროექტი და მთელი პროცესი იყო ძალიან ამაღელვებელი. და როგორ ხდება ჩართვა ხო ესეც საინტერესო სკოლებისთვის? ეს უკვე ალბათ მოსწავლესაც ვკითხოთ და არა მოსწავლესაც. როგორ გაიგე საერთოდ ამ პროექტის შესახებ? პროექტის შესახებ გავიგე მეგობრისგან, წინა გამარჯვებულისგან გავიგე და შემდეგ შევავსეთ უკვე სარეგისტრაციო ფორმა და მოხვდით აქ და შემდეგ გავიარეთ ტრენინგები. კი ბატონო და როგორი იყო თვითონ პროცესი? თქვი რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემძინოა კოტემოც გავუსვა ამას ხაზის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ რომ გავუსვა პროექტები, როცა თავობები ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთს აზრებს უზიარებენ და როგორი იყო პროცესი? იმიტომ რომ მაინც კონკურსია, კიდე ერთხელ ვიძახი რომ ყველაფერი შეიძლება გამარჯვებული იყოს, მაგრამ მანამდე პროცესი როგორი იყო ერთმანეთთან ურთიერთობის თან კონკურსის ფონზე? პირველად გავიცანით უამრავი ბავშვი, შემდეგ ჩაგვიტარდა ლექციები და ლექციები არ იყო ესე უბრალოდ ისტორიულ ფაქტებზე, ჰქონდა მუდმივი დისკუსიები ერთმანეთში, აზრების გაცვლა-გამოცვლა და სწორედ ეს იყო ამ პროექტის მთავარი იდეა და არსი, რომ და კიდევ იყო ჩვენზე მაქსიმალურად მორგებული და თანამედროვეობას უკავშირებდით ყველაფერს და ანუ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს პროექტი იყო ძალიან საინტერესო. ეკატერინე, თქვენ ხართ საკლუბო მიმართულების ხელმძღვანელი, ხო? აი ეს მიმართულებაც რომ განმარტოთ, რას ემსახურება, როგორც ვიცით, სკოლებმა დააფუძნეს, ხო, კლუბები და აი უფრო ესე იგი ჩვენთვის გასაგებად რომ ეს ყველაფერი მოგვიყვეთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საკლუბო მიმართულება ეს არის, როდესაც მოსწავლეები, ესე ვთქვათ, ჩვენ პირველ სემესტრში გვქონდა ეს ტრენინგ კურსი ერთგვარი, რომ მოსწავლეებს გაიგოთ უფრო მეტი კლუბების შესახებ, თუ რა განვითარება შეიძლება რომ მისცეს მათ სასკოლო კლუბებმა, რა შეიძლება, რა შემავალი რგოლებია ამ საკლუბო მიმართულებაში, ასევე როგორ უნდა მოიძიონ საჭირო რესურსები იმისთვის, რომ დაგეგმონ რაიმე იდეა, განახორციელონ ეს იდეა პროექტები და ნუ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, კარგი უნარი შევძენია სხვათა შორის ეს საკლუბო მიმართულებები და პირველ სემესტრში გავაცანით ეს თუ რა უნარებს შესწენს მათ საკლუბო მიმართულების შესახებ ეს ტრენინგები და უკვე მეორე სემესტრიდან ჩვენ გეგმავთ და უკვე დაწყებულიც უკვე პირველი კვირა უკვე იყო პროფილ ორიენტაციები, რომელიც გასვლით ეს მოიცავს აი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ვიყავით გასულ კვირას და აი ესეც ისე ეხმარება მოსწავლეებს რომ აი მე-10 კლასელები არიან ხო ახლა და უკვე ფიქრობენ სამომავლოდ სად ჩააბარონ და აი მიმართულებები თუ სად შეიძლება რომ მათ სწავლა გააგრძელოს, სად იპოვონ თავი, ამაში ვეხმარებით ჩვენც რაღაცა რაც შეგვიძლია და ძალიან დეტალურად გაიცნეთ იმ მიმართულებებს, რაც წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში არის, ასევე გასვლით პროგრამებზე ისაუბრეს, ძალიან დეტალურად აუხსნეს ყველაფერი და ნუ ესეც ერთ-ერთი ეტაპია იმისა, რომ მე შემდეგ უკვე ძალიან მარტივად დაგეგმონ სამომავლო ცხოვრება. რაც შეეხება გამარჯვებულების გამოვლენას, ხო? ვინ არის ჟიური, ვთქვათ, ვინ აფასებს? საინტერესოა ესეც ალბათ, ხო? და როგორ ხდება შეფასება? ნუ იქიდან გამომდინარე, რომ ახლა პირველ სემესტრში ფინალი იყო ძველი აღთმის შესახებ და ნუ სასულიერო პირები არიან ჩვენთან მოსული, რომლებიც უფრო ობიექტურად, ასე ვთქვათ, აფასებენ მათ შედეგებს და ნუ ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისე მიდიან ხოლმე, ანუ ყველა ტური ისეთია, რომ ვერ მიხვდები ვინ შეიძლება იყოს გამარჯვებული, იმდენად კონკურენტ უნარიანები არიან და იმდენად კარგად აქვს მომზადებული და ესეც სასიხარულო რა თქმა უნდა, რომ ესე ინტერესდებიან და ასე ღრმად სწავლობენ ამ საკითხებს და
რამდენ ტურიანია საერთოდ თქვა აი რა ეტაპებად მიმდინარეობს ეს პროექტი წიგნიერი ლიდერი ეს არის ინტელექტუალური რაღაცა შეჯიბრი რომელიც რამდენიმე ტურისგან შედგება ფინალი და კითხვები არის თითოეულ ტურში რამდენიმე დაახლოებით 4-5 კითხვა და მე ეს კითხვები ჯამდება საბოლოოდ და გამარჯვებულიც ვლინდება მაგრამ როდესაც ცხადება ხოლმე ყოველი ტურის შედეგები ძალიან თანაბრად მიდიან და სასიხარულოა ჩვენ ძალიან გვიხარია და ეს მოულოდნელია ხოლმე გამარჯვებული ვინ შეიძლება იყოს. კოტე, ეს გაგრძელდება პერიოდ გაგრძელვადიანი პროექტია თუ რაღაც ჯერჯერობით ხდება ხოლმე თუ როგორ არის თუ რაღაც განვითარება როგორ იქნება? ჩვენ გვაქვს ერთი ძირითადი ხაზი რომელიც მთელი ერთი წლის სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ამიტომ ქვია წიგნელი 2024-2025 მიყვება სასწავლო კალენდარს. თუმცა ამის გარდა შიგადაშიგ ბევრი სხვადასხვა პროექტებიც გვაქვს დაგეგმილი. აქვე არ შემიძლია აღნიშნო, რომ კლუბების პროგრამამ ასევე საკმაოდ დიდი შედეგი დადო ჩართულობის კუთხით. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ სხვადასხვა აქტივობებით და პირველი რაც მათ გააკეთეს, ეს იყო ჰუმანიტარული აქტივობა. თქვენ იცით საბების ეკლესიაში ფუნქციონირებს უფასო სატრაპეზო და ჩვენ ყოველწლიურად აი სკოლების კლუბების დახმარებით ვაგროვებთ სურსათ სანოვაგეს და აი ამ ზუსტად ამ ღონისძიებაზე ერთ-ერთი გამარჯვებული სკოლაც რომელმაც თან ამას ეძლევა კონკურსის სახეც რომ ბავშვებს мотиваციაც ჰქონდეთ და მოკლედ არიან ძალიან მოტივირებული ვინ უფრო მეტ პროდუქტ შეაგროვებს. და მინდა აღნიშნო, რომ 3 ტონამდე პროდუქტი შეაგროვა უკვე ამ სკოლამ აი ამ 2 თვეში და ერთ-ერთი გამარჯვებული იყო, რომელსაც 800 თითქმის ტონამდე პროდუქტი მოიტანა და ეს არის ასპარეზზე ისე ვთქვათ რა, ეს კარგი კეთილი საქმისთვის და ამ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად ჩვენ წელს შევქმნით სამსახური განათლების და ევანგელიზაციის, რომელსაც უშუალოდ სასულიერო პირების ჩართულობა აქვს თავის თავზე აღებული და ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა მამა გიორგი ბერაძე და რამდენიმე სასულიერო პირი არის გაერთიანებული, რომ ამ კუთხით, ესე იგი, იმსჯელონ და იფიქრო, როგორ შეიძლება ახალგაზრდების როლის გაზრდა ისე, რომ სასულიერო პირებსაც ჰქონდეთ თანამონაწილეობის შესაძლებლობა მათთან, როგორც სამოქალაქო, ისე სასულიერო საეკლესიო ცხოვრების პოზიტიურად წარმართვაში. რაც შეეხება ბატონ კახას კითხვას, ამ პროექტს აქვს დასასრული ყოველწლიურად და როტაციული, ესე რომ ვთქვათ, მიმართულება, რომ ჩვენ დაახლოებით მაისის თვიდან ვიწყებთ უკვე, შეიძლება საინტერესო იყოს თქვენი მსმენელისთვის. ჩვენი პროექტის ფარგლებში 25 სკოლაა ჩართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია სხვა სკოლას დავამატოთ. და მაისის თვიდან ვიწყებთ როტაციას და უკვე მე-9 კლასელებისთვის იგეგმება დამატებითი აქტივობები, მოეწყობა სადღაც შეჯიბრებები, კონკურსები, ფესტივალები, სადაც გამოვარჩევთ იმ სკოლიდან 5 მონაწილეს, რომელიც ავტომატურად მერე დარეგისტრირდება სექტემბრიდან და გადაიბარებენ კლუბის ასპარეზს. და ესეთი როტაციული მუშაობით ახალგაზრდები ერთვებიან და ტოვებენ თავის კვალს. გამარჯვებულს გითხოთ, თქვენ გითხარით, რომ ჩემი მეგობრისგან გავიგეო გამარჯვებულისგან და мотиваცია მომცაო. თუ გაიგე შენგან უკვე სხვა მით პროექტი არ ყოფილა, თუ აპირებ რომ ყოველას აცნობო რომ ასეთი გადასარევი პროექტი არსებობს. დიახ, რა თქმა უნდა, ძამბერმა ბავშვმა გაიგო უკვე სკოლაშიც და კითხვაც იყო თუ როგორ უნდა ჩაერთონ შემდეგ წელს ამ პროექტში და ანუ мотиваცია მიეცი მათ შენი წარმატებით. დიახ. და რა შეიძლება თქვენი მხრიდან კომუნიკაცია როგორი არის? ახლა ანი მოყვა როგორ ხდება ჩართულობა, მაგრამ აი თქვენ ინფორმაცია როგორ მიგაქვთ სკოლებამ და ესეც საინტერესოა. აი ეს არის ძალიან დიდი დაფარული შრომა, რომელიც არ ჩანს გარეთ და აი ამ შრომაში აქტიურად არიან ჩართული ლიდერები, მათ შორის ეკაც ჩვენი დავითიანის გუნდი, რომელიც ფაქტიურად აი ამ აქტივობის განმავლობაში ძალიან რუტინულ სამსახურს გადის, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი ახალგაზრდა არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის და როგორც სახარებაშია ერთი ცხვარისთვის რომ მოbrunდება მწყეს, ესე დავსდებ თითოეულ მათგანს, რომ რამე პრობლემა რო შეექნება, ყველაფერს ვცდილობთ რომ ავუყვრათ, მივიდეთ სკოლას დავეხმაროთ, კომუნიკაცია დავამყაროთ, როგორმე გუნდს ჰქონდეს სტაბილურობის საშუალება, მაგრამ არის ხოლმე შეიძლება სკოლა შეიცვალოს, ახალგაზრდამ რამე პრობლემა გამოუჩნდეს და აი ამ როტაციის რუტინას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს. თუმცა ჩვენი გუნდი ძალიან კარგად ართმევს ამას თავს, მადლობა მინდა გადავუხადო ეკასაც და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ნიკა ცხომელიძე ჩვენთან, ამ პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელია და მოკლედ ძალიან დიდი შრომა, რომელსაც ესე დიდი ეს არა აქვს, რომ გარედან არ ჩანს, მაგრამ აქტიურად არის ჩართული სკოლის დირექცია. მაგრამ შედეგი ჩანს ნამდვილად. შედეგი აი უკვე ანასახით და დანარჩენი 150 ახალგაზრდის სახით შედეგი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და შევახსენებთ მაყურებელს კოტე სვანაძე, მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტი, ეკატერინე ხოფერია, პროექტის საკლუბო მიმართულების ლიდერი და
ანი გიორგობიანი, პროექტის გამარჯვებული 59 საჯარო სკოლის მოსწავლე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ალაკი სიუჟეტი ძალიან საინტერესო, გუშინ ნინოობა იყო და ჩვენ დღეს მოგიყვებით კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარზე, რომელსაც დაარსებიდან 130 წელი შეუსრულდა ეკლესია, რომელიც 1895 წელს გაიხსნა. ნინო გელაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი სტუმრობდა ეკლესიაზე, უფრო თვალ შევიტყობთ სიუჟეტით ისტორიას დაარსების ეკლესიის და დღევანდელ მდგომარეობას. ზოგისთვის ალბათ წარმოუდგენელია ეს მოწითალო ფერის ტაძარი, მაგრამ ჩვენ ესე ჩავთვალეთ საჭიროთ, რომ ნალესი ჩამოხსნილიყო და გამოჩენილიყო აი დღევანდელი იერსახე, როგორიც აქვს ტაძარს. ამ ტაძარს თავდაპირველად ჰქონდა ერთგვარი გემის ფორმა. ანუ ფრთები არ ჰქონდა მიშენებული. 1907-ში მოხდა ფრთების მიშენება. ტაძარი იყო კირით შეთეთრებული. მაშინ რუსული ხახვისთავა გუმბათები ედგა ამ ტაძარს და ტაძარის თეთრი იყო. თბილისში კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 1895 წელს გაიხსნა. თავდაპირველად აქ პატარა და დაბალი ქვის საყდარი იყო. შემდეგ ეკლესია მრავალწლიანი ისტორია განვლო. დღეისათვის კი უკვე 130 წელს ითვლის. კუკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს შეუსრულდა 130 წელი. აქ იყო ძველი სასაფლაო. სასაფლაო იწყებოდა ნეველის ტაძრიდან, აი რომელიც მდებარეობს ჩვენს ქვევით. თავდაპირველად ერქვა ამ სასაფლაოს ნეველის სახელობის სასაფლაო. და შემდეგ, როდესაც ეს საფლავები გამრავლდა, აი მოგვიანებით უკვე რამდენიმე წლის შემდეგ იძულებული იყო თბილისის მოსახლეობა, რომ ეთხოვათ მაშინდელი ეგზარქოსისთვის მიტროპოლიტი პალადი რაევი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც მამა იოსებ ბერიძემ დაიწყო აი ამ ტაძრის მშენებლობა. და დაახლოებით 14,000 მანეთი ჯდებოდა მაშინდელი თანხით ამ ტაძრის აშენება. და მოხდა ისე, რომ ღვთისმადლი და ღვთისწყალობით სულ რაღაც 2 წელიწადში მოხდა ამ ტაძრის აშენება. ეროვნული მოძრაობის შემდეგ, როდესაც თამუნა ჭოველიძე დაიკრძალა აქ, მისი მამა ჩაუდგა სათავეში აი ამ ტაძრის განახლებას, არკადი ჭოველიძე. ღვთისმადლი და ღვთისწყალობით ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს ხახვისთავა გუმბათები მოეხსნა ამ ტაძარს და დაადგეს ქართული გუმბათები წმინდა ნინოს ჯვრებით. ტაძარს გაუკეთდა სეისმური სარტყელი, გამაგრდა, მოგვიანებით მოხდა აი იმ ნალესის ჩამოხსნა და გამოჩენა აგურისა და დამუშავებული აგური ჩანს ახლა. აქ დაგხვდა ზარი, რომელიც იყო ზარბაზნებისგან ჩამოსხმული და მოგვიანებით მოხდა ამ ზარის ისევ გადადნობა და ღვთისმადლი და ღვთისწყალობით უკვე 2013 წელს მოხდა დიდი ზარის დაკიდება და შემდეგ კიდევ 2 შევძინეთ ტაძარს დიდება უყვას ახლა 3 ზარი ამშვენებს ტაძარს. მიტროპოლიტ პალადის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის აგება დიაკვან იოსებ ბერიძისთვის დაუვალებია. სწორედ ამ ტაძარში აკურთხეს მღვდლად მამა იოსები, რომელიც შემდგომში ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახდა. ამ ტაძრის აშენებამდე რამდენიმე წლით ადრე აშენდა დროებითი ტაძარი, ქვის ტაძარი ხის გადახურვით, სადაც მსახურობდა მამა იოსებ ბერიძე და სადაც იკურთხა იგი მღვდლად. დეკანოზი იოსებ ბერიძე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში განისვენებს. აქ განისვენებს მამა იოსებ ბერიძემ, მისი აშენებულია ეს ეკლესია და მის გარშემო მყოფი შენობები. მარცხნივ იდგა ორსართულიანი სახლი, ეს იყო დარაჯისთვის, ვთქვათ, ეკლესიის, სასაფლაოს ტაძრიდან ხელმარცხნივ არის 2 ორსართულიანი შენობა, სადაც ცხოვრობდნენ სასულიერო პირები და ასევე იყო საკვირაო სკოლა. მოხდა ისე, რომ შემდეგ, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, მათ დაატოვებინეს ეს შენობა, იქ მცხოვრებ სასულიერო პირებს და სამწუხაროდ მამა იოსებსაც. არსებობს ასეთი წერილი თხოვნა მრევლისა, რომელიც ითხოვს, რომ მამა იოსები დარჩეს, იმიტომ რომ ხანში შესული იყო უკვე მაშინ 68 წლისა იყო და დარჩეს მის მიერ აშენებულ სახლში. მოხდა ისე, რომ აი ამ წერილის შემდეგ უკვე 4 წელიწადში გარდაიცვალა მამა იოსები 72 წლის ასაკში. და აქ განისვენებს თავისი შვილებიც
მცირეწლოვანი შვილებიც ილია, ირაკლი აქ განისვენებენ. კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას არაერთხელ ჩაუტარდა სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის გადაწყვეტილებით ფრესკები ჩამოიხსნა და 2011 წელს ტაძარი ხელახლა მოიხატა. აქ დღემდე არაერთი დიდი სიწმინდე ინახება. თავდაპირველად ტაძარი არ იყო მოხატული, გუმბაძე იყო, რაღაც ვარსკვლავები გამოსახული, ისე თეთრი ფერი ჰქონდა კედლებს. და მოგვიანებით უკვე 1999 წლის 9 აპრილს თქვენ გახსოვთ, ტაძრის სტუაში დაიკრძალა 16 წლის თამუნა ჭოველიძე. ის დაიღუპა 9 აპრილს. ამის შემდეგ მისმა მამამ, ასე ვთქვათ, ითავა ამ ტაძრის რესტავრაცია და აი რესტავრაციის ფონზე მოხდა ტაძრის მოხატვაც. 4 მხატვარი იყო მაშინ, ვინც ხატავდა ამ ტაძარს. შემდეგ ისე მოხდა, რომ როდესაც მე გადმომიყვანეს ამ ტაძარში, გარკვეული შეუთავსებლობა იყო კანონიკასთან და ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მოხდა ჩამოხსნა ფრესკებისა და ხელახლა მოხატვა. აი მოხატვა ჩვენ დავიწყეთ 2011 წელს. ცხონებული გოჩა ცერსვაძე იყო პირველი ხატმწერი, რომელმაც დაიწყო ამ ტაძრის მოხატვა და საკურთხეველი, ზედა ნაწილი, გუმბათი, ყელის ჩათვლით მთლიანად გოჩა ცერსვაძის მოხატულია და შემოსასვლელში დასავლეთის კედელზე არის გარდამოხსნა, რომელიც მოხატა გოჩა ცერსვაძემ და შემდეგ სამწუხაროდ გარდაიცვალა 2 წელიწადში. იგი და მხატვრობა, ანუ ტაძრის მოხატვა გააგრძელა გიორგი ვართაგავამ და ღმერთის წყალობით, ღმერთის მადლით უკვე 2014 წელს დავასრულეთ. ჯვარცმა არ იყო ტაძარში, მრევლის შემოწირულობებით, ღვთისმადლით და ღვთისწყალობით დაამზადა თამას ჩეტკოშვილმა. კანკელის დამზადება ტაძრის გახსნისთანავე მოხდა. ამ პროექტის ავტორი და თვითონ ხატების შემქმნელი არის პავლე კოლჩინი იყო ასეთი ხატვარი, რომელსაც ეკუთვნის აი ამ კაკლის კანკელის შექმნა. ჩვენ უბრალოდ აი შემდგომში, როდესაც მოხდა რესტავრაცია ამ ტაძრისა, ესეთი გავამშვენეთ, ასე ვთქვათ, მოოქროვილი მეტალით და თვლებით ეს კანკელის ხატები. ჩვენი ტაძარი გამორჩეულია იმით, რომ გახსნის დღიდან მსახურება არ შეწყვეტილა და არ დაკეტილა ტაძარი. თბილისში სულ რამდენიმე ტაძარი იყო მოქმედი და მათგან ერთ-ერთი იყო ჩვენი ტაძარი, რომელშიც მუდმივად მსახურობდა რამდენიმე მოძღვარი. ასევე გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ ტაძარში რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილია დაბრძანებული. ეს არის წმინდა დიდმოწამე ევსტატი პლაკიდას ნაწილი, წმინდა დიდმოწამე ანასტასიას წმინდა ნაწილი. ჩვენ ტაძარში ასევე არის უჯარმის ჯვრის ნაწილი. უჯარმის ჯვარი მოგეხსენებათ, ეს არის წმინდა ნინოს მოღვაწეობის პერიოდში სასწაულებრივად გამოცხადებულ 3 ადგილზე აღიმართა 3 ჯვარი. ეს არის მცხეთის ჯვრის ადგილი, თხოთის მთა და უჯარმა. და სწორედ უჯარმის ჯვრის ნაწილია ჩვენამდე მოღწეული, როგორც ცნობილია თვითონ ეს ჯვარი დაკარგულია, აღარ არსებობს დღეს და მხოლოდ ეს ერთი წმინდა ნაწილია ამ ჯვრიდან შემორჩენილი. ასევე ჩვენ ტაძარში არის მაცხოვრის საფლავის ქვა, რომელიც 2 წლის წინ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ეკვდერს რესტავრაციის ჩატარების შემდეგ შეუცვალეს საფლავის ქვა და ამ ქვის ნაწილი ჩვენმა ერთ-ერთმა მრევლმა ჩამოაბრძანა იერუსალიმიდან და მისმა ოჯახმა შეამკო და ჩვენთან ტაძარში არის დაბრძანებული. კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში წლებია ფუნქციონირებს სამრევლო სკოლა, რომელშიც მოსწავლეები საეკლესიო გალობას, წმინდა წერილსა და სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებიან. საერთო ჯამში 25 ბავშვია დაახლოებით, რომლებიც გალობას სწავლობენ, ახალ აღთქმას, ძველ აღთქმას, წმინდა წერილს სწავლობენ. ამ დროს ხელსაქმესაც სწავლობენ. თავარია, რომ ძალიან დიდი სიყვარული არის ტაძარში. სიყვარული, რა თქმა უნდა, მრევლშიც გადადის, როდესაც მოძღვრები ცდილობენ, რომ ერთმანეთს არაფერი აწყენონ, გვერდში დაუდგნენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ სიყვარული იყოს, მაშინ ეს მრევლზეც გადადის და ძალიან დიდი სითბოა. დიდი დრო შრომა დაჭირდა ჩვენი წინამძღვრის მეშვეობით, მოკლედ ყველაღონე ვიხმარეთ, რომ აი
ეს გაკეთებულიყო და გამშვენებულიყო. 27 იანვარი, მოციქულთასწორი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღე აქ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება. როგორც მღვდელმსახურები ამბობენ, ბრელს აღნიშნული ტაძრის არსებობის ისტორიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და სწორედ მათი სიყვარული და თანადგომაა ის, რაც სასულიერო პირებს ყოველდღიურად უდიდეს ძალასა და შემართებას მატებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისთავად ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი მრევლის წევრები, ვინც თითოეული, ასე ვთქვათ, შესაწირი გაიღო აი ამ ტაძრის გამშვენებაში და მადლობა შევწირო უფალს პირველ რიგში, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღვთისმადლით და ღვთისწყალობით ზრუნავენ ჩვენი ტაძრის გამშვენებაზე. დიდი მადლობა ნინო, ძალიან ესეთი ემოციური სიუჟეტი იყო, შემეცნებითი, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მამების მრევლს დიდი მადლობა და ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მადლობა რომ გვიყურეთ. ხვალ რა თქმა უნდა ერთსლოვნების დილა კვლავ გავა პირდაპირ ეთერში. ჩვენ დღეს გემშვიდობებით კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობდით თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მომავალ შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის.